მოგოებოდა ბიჭებო, როგორ გიკითხოთ. აი ესეთი ჯერ კიდე გაჩეჩილი და ჯერ კიდე მაისურში რა თქმა უნდა. პირდაპირ საძინებლიდან სამზარეულოში გამოვარდი და ვაკეთებ ნაცვლად ხაჭაპურებს. ლავაშით რა თქმა უნდა. და ხაჭაპურის ესეთი რამეა ხალხო, აი დამეწმეთ რა, რომ აი ლავაშით გაკეთებული და ნაუცბათებიც კარგია. ხეხავ ყველს პირველ რიგში მაგ საშუალოდ მარილიანი ყველი, ტაფაზე დავასხის ერთი, დავჭერი მართკუთხედებად ან ოთხკუთხედებად, რა ვიცი როგორც გინდათ. ლავაში, ბებოს ლავაში გულისხმობ. მე ლავაშებში ყველაზე მეტად მომწონს ბებოს ლავაში. ჩემი გაკეთებული შეგვიძლია რა თქმა უნდა. გეთებ უფასო რეკლამას კაც. უფასო რეკლამა. ბებოს ლავაშო. შემიგვეძე რეკლამა რა. ხალხო რეკლამა მინდა უკვე. შეუბნები გეგონება ესენი არ გაძლევენ ძალით. არა, ესენი კარგები მყავდა. რა რეკლამა თუ არ უნდა. ხო შევიკუთავე. აჰა. მოკლედ, აი ასეთებად დავჭერი. ხო და ახლა გაჩვენებ ჩემო კარგებო, როგორები გამოგვივიდა. ოხ რათებში. არეულობა არ შეიმჩნიოთ. ეს რამდენიც არ უნდა ვალაგო, ღამე დილამდე რატომღა ძირევა. მე მგონი ის დადეს აქ ბარაბაშკა. გახსოვთ ბარაბაშკები რო იყო მოდა ჩვენ ბავშვობაში. ბარაბაშკები, უცხო პლანეტელები, ფლინავი თეფშები 90-იანების დასაწყისში, 80-იანების ბოლოს მე მგონი ყველას ნანახი გქონდა ეგ ამბავი. ნუ ხა მე არა ვარ თუ რაღაცა არ დავშაშხე როგორც თქვენ ამბობ. არა ვშევს ერთი დამწვარია, მაგრამ აი ესე შევნიღბოთ. აი ასე ლამაზად და გემრიელად. ეს სხვათა შორის ძალიან კარგია. ნახშირი აფთიაქში იღიდება. შემომახსა, მოდი ერთ საათს გავახვიოთ. ამბობენ რომ ოპერატორ შემგენ მაიღებენ. ამბობენ რომ აი ეს გარეთა შეფერადებული ნაწილიო შიგნით მოაქციეთო. რატო ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ვითვალისწინებ. კარაქის პატარა ნაჭერს ვდებ შიგნით. ან თლად ხაჭაპურისის რო იყოს. ასოციაცია. ასე, რამდენიც მინდა, რამდენიც მაქვს, გახეხილ ყველს ვდებ. სხვა შორის დრო არ მქონია და გახეხილის ნაცვლად თლად დაჭრილი ნაჭრები ჩამიფენია. აი ასე. 1 2 3 4 როგორც ბავშვი იმაში პირონკაში ახლა. აი ასე დავდებ ახლა ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შევძვალ. თქვენ ისე ნუ დაწვალთ, ახლა როგორც მე დავწვი. აი ასე შემოგარქებო. კარგ დღეს გისურვებთ. გაიჩენე. ეს უკანა ჩამოხევები უნდა ჩამოვხიოთ რა. ჩამოვხიოთ, ხო, თორე უშნოთ არის. გეგონება სადაც შემოვვარდით და ხაჭაპურს ვაკეთებ. შემოგარგებო, არც მეტი და არც ნაკლები არ დავიზარე. და ჯერის ერთი ოჯახსაც გავუხარდა და მეორეც ერთი თქვენც მთხოვეთ რომ თუ არ დაიზარებო რა კარგად გამოიყურება ეკლერები გააკეთეო. გავაკეთე ეკლერები შემოგარგებო. ჩემი უსაყვარლესი დესერტი. იცით რა მახსოვს? მოხარშულ ცომზე რა მახსენდება და შუებზე, მოდი. დედაჩემი აკეთებდა არაჩვეულებრივ დიდ შუებს. იხირიპიტირიბიერიან შუები, მაშინ დიდები იყვნენ, ხო გახსოვთ? ხო და აკეთებდნენ ხოლმე ჩემი კლასელის დედა და ახლა ჩემი ნათლულის დედა და ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩვენი მეზობელი და ჩემი კლასელის გია მღებრიშვილის დედა ნინო გვათუა, რომელიც დღესაც პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაწყებითებში ასწავლის. ჩვენი მეზობელი იყო, ჩვენი მეგობარი იყო, კლასელის დედა იყო და მოკლედ აი ერთად გვაქვს გატარებული 80-იანები და 90-იანები. სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანი და ეს ოჯახი. და ერთად აკეთებდნენ დედა და ნინო. აი მკრემსაც, იმ ცომსაც აცხობდნენ და დედას ერთი ლამაზი ოვალური კალათი ქონდა, ახლა მე მაქვს ეს კალათი. გაგრაში ნაყიდი, ბოლოს რო ვიყავით გაგრაში, იმის მერე გაგრა დაიკარგა. თავის აფხაზეთიანად იმედია დავბრუნდებით ოდესმე. და აი იმ გაგრაში ნაყიდ იმაში რა ქვია, კალათში ჩააფენდნენ ხოლმე სუფთა ჭურჭლის სტილოს და ჩაალაგებდნენ ხოლმე ამ შაქრის პუდრ მოყრილ დიდ შუებს და
იმ დღესვე კრემავდნენ, წინა დღეს არ კრემავდნენ, აი ეს არ ჭრიდნენ და შიგნით დებდნენ ჩაის კოვზით ბლომად მოხარშულ კრემს. და მიგქონდა ხოლმე საახალწლო ზეიმზე. ჩვენ ყველაზე ახლოს ცხოვრობდით, ნინო იქ ასწავლიდა, დედაჩემს თუ არ ვწდები კლასის ფონდი ებარა თუ რაღაცა ეგეთი იყო. მოკლედ აი ესეთ რაღაცებს აგვარებდა ჩვენი კლასისას დედა დაწყებითებში სანამ ვიყავით და მივდიოდით ხოლმე საახალწლო ზეიმზე, რომელიც იყო ხოლმე სადღაც 25 დეკემბრამდე. ჩვენ ხო არ დადეგები 25 დეკემბერს გვეწყებოდა. სადღაც 25 დეკემბრამდე იყო ხოლმე და კოსტიუმირებული ზეიმები რო გქონდა. ხო გახსოვთ? უნდა გაჩვენოთ ერთი სურათები და ზუსტად ჩემი კლასელი გიამღებრიშვილი დგას ჩემ გვერდზე იმ სურათში ერთად ვდგევართ. მივდიოდით ხოლმე თითო ლექსი ვიცოდით რაღაცა საახალწლო სამთრის თემაზე. ხო და აი ეს მახსოვს რაღაც არაჩვეულებრივად. სიხარული იმისა, რომ მალე ახალი წელია, სიხარული იმისა, რომ არ დადეგებია, სიხარული იმისა, რომ ზეიმი გვაქვს. რაც მე მიყვარდა ეს ზეიმი. ზოგი ნერვიულობდა ლექსი უნდა ვთქვა, ზოგი საერთოდ არ მოდიოდა, არ უყვარდა. მე მიყვარდა ეს ზეიმები. ყოველთვის მიყვარდა ახალი წელი. და აი ამ ყველაფერთან ასოცირდება ჩემთვის მოხარშული ცომის გამომცხვარი. ამიტომ ძალიან დიდხანს ვეწვალე რომ მესწავლა. დედა ვერაფრით ვერ დამეხმარა, იმიტომ რომ სულ სხვა პროპორციები უწერია დედას. იგივე ფქვილი სხვა იყო მაშინ, იგივე ცხიმი სხვა იყო, იგივე რძე სხვა იყო, მაშინ ჰაერღუმელი სხვა ჰქონდა. მოკლედ სულ სხვანაირი იყო ყველაფერი. არაფერი არ გამომდის დედაჩემის რეცეპტების წიგნიდან, არ გამომდის თითქმის არაფერი. და ასევე ჩემო კარგებო, მე თვითონ ვიწვალე და ძალიან ხშირად აი ამ ცუდ ჰაერღუმელში ესე ვთქვათ, ფლად გადასაგდები არ არის, მაგრამ არ არის ისეთი მოსახერხებელი და კარგი როგორც უნდა იყოს, აი ამ ჰაერღუმელში ხანდახან მივარდება კიდევაც. ხო და აი დღესაც გადავიღე, თქვენ იცით რომ მე არ მეზარება, ეს ჩემთვის თერაპიაა. ხო და გადავიღე და ალბათ ვეცდები რომ მალე დავამონტაჟო. შეიძლება ხვალისთვისაც დავდო ეს ვიდეო, იმიტომ რომ ხვალ მე მივდივარ თბილისში, ხვალ არის 3 მარტი, ორშაბათი, ხვალ მე მივდივარ თბილისში, უნდა ამოვიღო კბილი ან კბილები, მისურვეთ შემოკარგება, ჯანმრთელობა, კარგი გზა და იოლი ვიზიტი სტომატოლოგთან და წინასწარ მოგილოცავთ 3 მარტს გაზაფხულის მოსვლას, 3 მარტს ქალთა და დედათა დღეს ყოფილიყავით ბედნიერი ქალბატონები, ბედნიერი დედები და მშვიდობიან სამყაროში ეცხოვროთ თქვენ შვილებს. აბა არ ვიცი როდის შეგხვდებით. შეიძლება ხვალ პატარა ვიდეო განვათავსო, შეიძლება არ განვათავსო, როგორც მომიხერხდება. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით შეხვედრამდე. კარგად.